იერუსალიმში ჯვრის მონასტერი არა მარტო მთავარი ძეგლი არის ქართველთა მემკვიდრეობიდან დარჩენილი, არამედ ის უძველესიც არის ამავე დროს თავისი ქრონოლოგიური, ასე ვთქვათ, თარიღით. როგორც 1969-1973 წლების ძეგლის რესტავრაციამ და კონსერვაციამ უჩვენა მე-11 საუკუნეში პროხორე შავთელის მიერ აშენებული მონასტერი დგას იგივე გაბარიტების, ოღონდ გუმბათის გარეშე ბაზილიკური ტაძრის ადგილას. ეს იყო ბიზანტიური პერიოდის ბაზილიკა. ჩვენთვის უცნობია სხვა წყაროებით, ასე ვთქვათ, არის მხოლოდ გაკვეთ მოხსენებული რამოდენიმე ავტორთან, რომ ასეთი ძეგლი არსებობდა ადგილზე და რაც თავარია, იმ დროს, როდესაც პროხორე აშენებდა ახალ ტაძარს და ახალ მონასტერს, ასე ვთქვათ, აღმშენებლობას ეწეოდა, მუსულმანური მმართველები გრძალავდნენ ახალი შენობა ნაგებობების, ასე ვთქვათ, იერუსალიმში აღმართვას და აშენებას, მაგრამ აძლევდნენ უფლებას ძველის შეკეთებისას და ესეც, ასე ვთქვათ, ლოგიკურად მიგვიყვანს იმაზრამდე, რომ დღევანდელი ტაძარი, ასე ვთქვათ, იდგა აი იმ ძველი ბიზანტიური ბაზილიკის ადგილას. ბაზილიკა კი აშენებულა, როგორც არქეოლოგებმა შესწავლამ და მატერიალურ მასალამ დაადასტურა მე-4 საუკუნის მიწურულს. მე-4 საუკუნის ბოლო მე-4-ში, ასე განსაზღვრავს მას, ასე ვთქვათ, ათანასიოს იკონომოპულოსი. შემდეგ ვასილიოს საფერისმა ცადა ძეგლის აშენების თარიღის, ასე ვთქვათ, გადატანა უფრო ახალი დროისთვის, ასე ვთქვათ, იუსტინიანე დიდის ხანაში. მაგრამ ეს ხელოვნურობა ამ ცდელობისა აშკარა იყო და ეს უფრო კეთდებოდა იმისთვის, რომ როგორმე ქართული კვალი დამალულიყო. რატომ ქართული კვალი? იმიტომ რომ ჯვრის მონასტრის იმ ბაზილიკის აშენების დროს ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ბიზანტიაში მოღვაწეობდა ბაკურ იბერიელი. დიდი თანამდებობის მქონე პიროვნება, პალესტინის დუქსი, თავდაპირველად შემდეგ დომესტიკტა კომსი და მაგისტრი, ასე ვთქვათ, ბიზანტიური იმდროინდელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ჯარებისა. აი ამ პიროვნების სახელთან არის დაკავშირებული ჩემი ზღმარწმენით ჯვრის მონასტრის დაარსება, ასე ვთქვათ, პირველი რაც იქ ჩაისახა. ეს ალბათ მომცრო მონასტერი იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი კონტინგენტი იყო ბაკურის რაზმისგან, ასე ვთქვათ, უკვე ვეტერანი მეომრებისგან შედგენილი, რაც იმდროინდელი პრაქტიკაში იყო მიღებული, რომაელი, ასე ვთქვათ, უკვე თადარიგში გასული მეომრები რჩებოდნენ პალესტინაში და რამოდენიმე ასეთი კერა გვაქვს კიდეც. იგივე სიტუაცია უნდა ყოფილიყო ჯვრის მონასტერთან დაკავშირებითაც. რაც დრო გავა, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ის 1.76 სანტიმეტრის სიმაღლის პირველი წინამძღვარი თუ წარჩინებული, რომლის ნებითაც ეს აშენდა, ასე ვთქვათ, ეს მონასტერი დაკრძალულია საკურთხეველში. მისი ძვლები სამწუხაროდ არ ჩანს, თუმცა დოქტორმა ხაასმა თავის დროზე ის შეისწავლა და სწორედ მისი მიხედვით დაადგინა, ასე ვთქვათ, ასაკიც და პერიოდიც, ასე ვთქვათ, ამ ძეგლში აი ამ პიროვნების, ასე ვთქვათ, დაკრძალვის დრო. საინტერესო შეკითხვები ბევრი იქნება ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით. ის ქართულ ისტორიას ვერ გადაცდება და აი ვცადე, ასე ვთქვათ, ვიზუალურად მეჩვენებინა თუ როგორ გამოიყურებოდა ის ბაზილიკა მე-4 საუკუნის მიწურულს.